საოცარ ოთახში შევდივარ. თითქოს გავს ერთმანეთს, მაგრამ აქ ეხლა ხორზე გეტყვით. ჰათჰორის მეუღლეზე ხორი ითვლება, რომ არის პირველი მეფე ფარაონების მფარველი და პირველი მეფე, ერთდროულად ღმერთიც და მეფეც და თვითონ სახელი ჰათჰორი ნიშნავს ჰორის სახლს. ჰათჰორი არის ცნობიერების მესამე თვალის შემნახავი. ეხლა ეს რომ გადმოვიტანოთ, აი ეს არის ჰორი. სამხედროებრივად ეს არის ყველა ქალის საბოლოო ალქიმიური ფუნქცია, მამაკაცისთვის იყოს ნამდვილი ქალი, ნამდვილი საკუთარ ქალღმერთს პოულობს, საკუთარ ჰათჰორს პოულობს მამაკაცი, ის აუცილებლად ჰორის მდგომარეობაში უნდა იყოს და მისთვის ის არის ალქიმიური ქალღმერთი, ანუ რაც ჰათჰორი ნიშნავს ჰორის სახლს, შემნახავის სახლი. ყველა ქალი მამაკაცისთვის უნდა იყოს შემნახავი სახლი, ტრანსფორმაციის სახლი. და აი ჰათჰორის და ჰორის კავშირი სწორედ ამას განასახიერებს. პირველი წყვილი, თვითმფრენური წყვილი, ეგვიპტური, ეს არის შუდა ტრეფნუტი, გზის დასაწყისში, მაგრამ გზის ბოლოს ეს არის უკვე ჰათჰორი და ჰორი ტრანსფორმაციის უმაღლეს გამოვლინებაში, ცნობიერების უმაღლეს გამოვლინებაში.